პაპა გახდა 99 წლის. ეთყობა რამე? ჩემზე დერსვიძე ვინ არის? ნახე ბიჭო, რა ვიცი. ამასაკში ესეთ ხოძზე რო ვიყოთ, შეთანხმდა ვარ. გააჩერდი ბიჭო, ნუ იზაქე. ეს უმცროსი შოთალელოაშვილით ჩამოეთხრია. წეღან ხელზე ვიამბორე მაფიასთან ეკადრება. როცა იბანავებს, ბაზარი არა. როცა იბანავებს, პაპიდები აქ არიან. დამის დაათრე. ძიმეა, პაპი, ძიმეა. ძიმეა, ვირი. ჩამოვიყვანეთ. პირველად შეხვდა დამი თავის დიდ ბებიებს. ჩაარტყი ხელი. ხელი დაურტყი. ეი, შელაფეში. გამარჯობა მითხრა, ხელი ჩამომართ. დაარტყი ხელი, კაცო. ეი, ბიჭო. მე გადაუკეტია, კაცო. Fantastic veranda. ეს მტკვარი. ესეთი მტკვარი გახლავთ. წინ ჩემ ბავშვობაში ბევრად ლამაზი იყო აქ. მე დრაბილკებმა დედა უტირეს, მაგრამ 99 წლის გახდა პაპა, წარმოიდგინე. 99 წლის. ამდენი სირთულის მიუხედავად, ერთმა კიდე 100 წელი მიცოცხლოს. მაინც ძალიან მაგარ ხოძზე ყავს რა. ბევრი სირთულე. ძალიან ბევრი სირთულე გაიარა ამ კაცმა ამ ბოლო წლებში კიდე მოტყდა რა რაღაცა. მეუღლის გარდაცვალება, შვილის გარდაცვალება, ბევრი სირთულე გაიარა პაპამ, მაგრამ აი ნიმუშია ვაჟკაცობის, ოღონდ მართლა, ეგეთი მაგარი კაცი. ჯანი თქვენ ბებია ბაბუებს ყველას საერთოდ. აი ჩემი ბიძაშვილები ტყუპები და არიან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტები და მათი ჯილდოები რაღაცა არ ნახულიან. პიანისტების ოსკარები და ამბები. ეხლა საქართველოში არ არიან, მაგრამ საოცრებებია ამ თაროში. და ესეთ თარობებს ჰქონდეს სამსახიობო ჯილდოებით, მაგრამ ნამდვილად ვერაფრით ვერ დავიკვეხნი. მსგავსი არაფერი არ აქვს. რასაც არ ელოდები შოთიკოსგან, 10 ყველაზე უცნაური რაღაცა. წავიდა პირველი. მეცამით აიყვეცა, ისა. მე იყო. ძალიან კარგი ხარ. ნათლი ამას ხო ვიცოდი კაცო. ნათლი მამა, დავაი. Я жил на море, чайки срали мне на грудь. Давай, медведи. ეს ჩემი ვერსია არის. მოიწევი ჩემი ერთად. აღარ მაქვს, ნუ გავიხსენო. ბიჭოს ახტები. სადა ვართ? დომინოში. რატო ვართ დომინოში? და ჩვენი ახალი სახლისთვის. ჭახლოვდება სერიალის გადაღების პერიოდი და 1000 რაღაცა რეკვიზიტი და რაღაცეებია საყიდები და მე და გოჩა გამოვედით, ჯერ მივედით ლილოში, რატომ მივედით კაცმა არ იცის ლილოში. ძალიან ბევრი ვიარეთ უაზროთ ლილოში და მე გაგვახსენდა რომ დომინოშიც ყველაფერი არის. ისე რომ ეხა მოვედით დომინოში და ვარჩევთ რაც ხარაცხებს. აი ესეთი დახუნძლუ ლები ვართ. ლილოში რატო წავედით? მაინც არ ვიცი, მაგრამ მოკლედ. ოჯახი რამე. აი ცოტა დარჩა გადაღებება, ხელები გვექავება, გიგე, ხელები გვექავება და აი ბოლო მზადებები არის შეხაჩეი ბატონი და სადა ხარ ამები? და ჩიტკები დავიწყეთ სერიალის ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის არტისტების შემადგენლობა, ბატონი ოპერატორი, არტისტად წოდებული. მოკლედ, პროცესი დაწყებულია, ჩემო ოქროებო, როგორც შეგგვირდით, მარტის დასაწყისში იწყება გადაღებები, მეიკინგ-ოფები პატრეონზე. მაგრამ მეიკინგ-ოფები ცოტა დააგვიანებს. ვლოგების თემას კიდე დაგააპდეითებთ ხოლმე რაღაცა პატარ-პატარა კადრებს. ასე შრომა მიდის, არ გეგონოთ, რომ აქ ვინმე გაჩერდა და რამე გააპოხუის და ნო. ეხლა წავიღე კოსტუმები.
ბიჭების კოსტუმები წავიღე ქიმწმენდაში, თქვენ ხართ ბატონი. დავტოვე, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილი კოსტუმების არის თეატრისგან ვითხოვე, რაღაცები იქავაწყეთ, რაღაცები ვიყიდეთ, ხო და ჭირდებოდა ქიმჩისტკა. ხო და ახლა დავტოვე ქიმჩისტკაში. მითხრეს რამდენიმე დღეში მზად იქნებაო, რაც თავარია ესწრება რა. რა მინდოდა მეთქვა. ნელ-ნელა მე უკვე არხის შეფუთვები დაწყებულია, თვითონ იმ სერიალის არხის და ნელ-ნელა დავდროპავ ხოლმე, რომ წინასწარ ბაზა მომზადდეს რა, რაღაცა გამომწერების ბაზა მომზადდეს, რაღაცა შეიძლება ტიზერები დაიდოს, ფოტოები დაიდოს, ბევრი რაღაცები გაკეთდეს, მაგრამ ერთგვარი ის იქნება რა, ასე რომ არ ვიცი ამ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში რამდენად იქნება, მაინც გაჩეკეთ. თუ მოესწრო, თუ არა და მე ვიტყვი ხოლმე რომ ეს არის და არ დაგეზაროთ ჩემებო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაცა ნულავოი არხს აკეთებ თავიდან სტარტისთვის მინიმალური გამომწერების რაოდენობა რაღაც პონჩი ეხმარება. მაგრად ნერვიულობ, ანუ ვერ აგიხწერთ როგორ ნერვიულობ, რაც ახლოვდება, რაღაც ერთი კვირაც არ დარჩა გადაღებებამდე და ესეც შეგძნება, ხოც რაღაცა გამოგჩა შეგძნება რომ გაქვს სურა და მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა მომართულია. როგორც ნახეთ, თუ არ ნახეთ, ნახავთ რეპეტიციები მიდის. რა ვიცი, უფალი ჩვენსკენ, ჩემო ოქროებო. მიდიდე კიდე შეჭამედე. კიდე და ტაშები დაუყო. მაიკო დგება მგონდა. ვაიმე ხომ კიდე ერთი მე. ჩქარა, მაჯუბე აი. მაჯუბე ჩქარა, მაჯუბე. მილებით როგორ ნახდა? მიდე, აბა ხომ ნიხრე. მე ამერამდე რო დავთანდა ბაქტარჯვა. ხო. ეს მასალა შეგვიძლია ვერიტას. შეგერდეს ვერო. აჰა, მე შეგიჯავ. 6 კაცი უყურებთ როგორ ჭამს ფილმენს. Что балешиков таши. ბაზე ტაში. და ტაშია ყოველ ფილმენის ჭამა. ყოცა. შუ ამდენი ტაში თეატრში არ დაუკრავ ჩემთვის რა ფილმენის ჭამაში ტაშის დაკრავა გაუგია. ჭამე ბიჭო. ჭამს შენი რა თაჯავს. ჯვარი წერია ბებო, ჯვარი შეგერდეს. აი მაგას თუ მთლიანად შეჭამ. მაგას მე ვერ ჭამ თლიანად რა ამბავი. 4 წელი უკვე შეჭამა და თუ 10 წელს ვერ აჭავს სამხელა კაცი და 4 ხო? 5, 6, 7, 8, 9, 10. აი 7 წელი შეჭამოს, ნახევარი შეჭამოს. შემაგირო მოიწერა ნაკეთო იქცებზე რომ დაჟდა და კოზით ჭამდა. ნაკეთო აი და დილით დატოვებული ფაფაკო. რაცა ლობიოს გავდა და გაბიკურდა. არა ფაფაკო. ნაკურ უკრავენ ტას ბიჭო. ეხლა კიდე ავიღოთ ეხლა კიდე. შპაგატი. შპაგატი, ჩქარა შპაგატი. შპაგატი, ფეხი. ფეხი აწიე. შევიროშე. ფეხი აწია ბაშპაკაზე. ხო ბებო, ხო. ვა? ფეხი. ფეხი აწიე, ფეხი. ფეხი უნდა ყოცა. ძალიან კარგი ხარ, ძალიან. ძალიან კარგი ხარ, ძალიან კარგი ხარ. ეხლა მოდი შევჭამ. უნდა ვიღოთ უკვე ჩქარა გამიგიწყე. შენ ახლა კონტენტს უყურებ და პატარა ჭრას გავაკეთებ პატრეონის შესახებ და უცებებ დაგაბრუნებ იქ სადაც იყავ. უცებებ დაგაბრუნებ. გეტყვი რა არის პატრეონი? პატრეონი არის ცალკე პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია შენ საყვარელ კონტენტ მეიკერს ფინანსურად დაუდგე გვერდში. Subscription-ის ყიდვით, რომელიც $5 ღირს და როცა გინდა გააუქმებ. მაგრამ ეს უბრალოდ გაქნეული ფული არ არის და გაქნეული ხარდაჭერა და ასე შემდეგ. შენთვის ექსკლუზიურად მე პატრეონზე ვაკეთებ კონტენტს. პირველი გეტყვი, რომ არასერიოზული პოდკასტის აუდიო ვერსიები მხოლოდ მანდ იქნება. ასევე არის კინორჩევები, ანიმე რჩევები, სერიალი რჩევები, Night Talk-ის ლაივები იქ გადაბარგდა.
ასევე არის გათამაშებები და რაც მთავარია სერიალის კონტენტი Making of-ი დაიდება იქ. თუ შენ სურვილი გაქვს, იქ გახდე ჩემი თანაღერძელი და ამ სიმბოლური თანხით ხარდაჭერა გამიწიო მე ფინანსურად კონტენტის კეთებაში და არა მარტო ოჯახის რჩენაში, მე შენ მადლობელი დაგრჩები. ბოდიში რომ ეს დრო წაგართვი, ახლა კი დაუბრუნდი იმ შვენების ყურებას, რასაც ჩემი გაკეთებული კონტენტი ქვია. გაგოცე კისერში. რატო? ამერ კვილები? სიფრთხილეს უკან. ვარგეშინია? მოვედით უნივერსიტეტ დენტალში ჩემ მეგობრებთან სადაც უკვე დაახლოებით 3 თვეა ვიკეთებ სხვადასხვა პროცედურებს პირის ღრუში. მე ყველაფერი ჩავიპლომბე და დღეს კაპებს, გამათეთრებელ კაპებს დამიმზადებენ და გამატანენ. მაგრამ მე გაიჯანდებას ეს ქალბატონი ამოიღებს 2 წელს სიბრძნის კბილს. მაგრამ მკითხავთ სუტყვილად ნერვიულობს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამაზე პოზიტიური გამოცდილება რაც ამ კლინიკაში მაქვს, მოთ ამას რეკლამისთვის არ ვიზახ, მართლა გეუბნები. ესე უმკივნეულოთ, ესე რავი, პროცესები ჯერ არ გამევლია ასა. შესაბამისად, ოდნავ მაინც შეგიძლია დაწნარდა. აი. და კადი რო გადაიწყოს, სისხლის გარო იყრება და 4 სასტრაფოს რომ მეყავს. თითქოს მოდის. რაღაც კაი, თითქოს მოდის. აი ეგ კახონი მოხსენი ჯერ არ გინდა, მარტო გიტარა დატოვეთ რა ერთ წამი რა. აბა გააძრეთ ემამ. აკაი გიტარაა. დავай მიდი. 3 რუიანებია რა, 3 რუიანი ერთი, ესე იგი წყნარი, მერე კუცებით 3 რუიანი და აი მაგის ბოლოზე შედიხარ უკვე შენ, ხო? როდის დავიწყო? დავай. კუცები იყოს ერწამი. ეხა შეგიძლიათ რომ მოუმატოთ სიჩქარეს და მოუმატოთ სიჩქარეს. მოუმატოთ და მარაზმამდე გაიტანეს სწრაფად. აი სადამდე გაკაჩავთ რა. და ისევ მარტო კუცები. ძალიან ელა.
ცოტა გრძელი უნდა იყოს, მაგრამ კაია. არა, ეს უბრალოდ ძალიან მომწონს ეგ რა ეგ ვერსია. შენ ძალიან არ გიყვარს ეს ინსტრუმენტი. ეხა მოუხდა. ამ ვერსიას მოუხდა სხვათა შორის. ამის დაუკრა შეიძლება იქ. ვერ დაუკრა. ამის. ისე იმას დაუკრავს და მაგას ვერ დაუკრავ? ნახევარტონები. არა, მე ნახევარი არა, არა. ეგ არა. არ არის ნახევარი. არა, ეგა. არის. არა, ძმა, მათხოვე. მიეცით. და. ეგ არის. არა. ნახევარი ტონი არ არის, ტონია. ტონია მე მაგას გეუბნები. რა გინდა ბიჭო? ვახ. ეგ არის. მაშინ ეგ რაკვეთი უნდა დაუყოს. ნა. ეგ არ არის. ეგ არის რა. აი უსმინე. ვახ. ეგ არის. ეგ სხვა რამეა. ეგ არის, ეგ უნდა იყოს. არა, გავიგერო ეგ არის, მაგრამ ეს სხვა რამეა. მაგას ჩვენ არ უკრავ. მე რა ვიფიქრე, იცი? და. ო, მაგ მონაკოს ვერა. ნახევარი ტონი არა აქვს და ხო, მაგრამ კლავიშზე დაუკრა. კლავიშზე კი. ამ ეს მაგრამ აქ შეიძლება. მაგას ვერ დაუკრავ, მაგრამ აქ რაღაცეები შეიძლება რა. რაღაცეები მიამატო. ეხა მოუხდა ძალიან ეგ ისი რომელი მომენტი დაუკარი? აი მას მე ვიზამ. ამა დაუკრას მელოდია და მე აკორდებს დაუკრა. მაგას ეგ მინდოდა და ვერ ვთქვი. აქაც მე ამას არ ვიზამ, ყურე. ამას მე არ ვიზამ ამ ანქნას. და აკორდებს. მე დაუკრავ. просто აკორდებს დაუკრავ მე. აქ კი უნდა დაუკრა, ნახე? просто დრო იქნება ბრუ. აი ეს დაუკარი, აბა. ვერ დაუკრავს ერთი წუთი. მაგას აი არ ვარ. არა, უკვე მანდაცენა ნა ქვევითაც ნახევარი ტონი უნდა მე. ნახევარი ტონია. მაგრამ რაღაცეები აბა ის ბეგალამრას თქვა ეგ ვერსია ქენით. როგორც კი ტორიკა იტყვის იმ სცენაში რომ ხვალინდელი ხვალგავარკვევთო და მიაწვება ეგრე უნდა დაიწყოს თუ ეგ მერე მონაკვეთია. როგორც შენ იტყვი რა. მე მგონია რომ მაშინ უნდა დაიწყოს ჯერ ისე და გაილიოს ეგრე მაგითი. ანუ ისე რომ ანუ მაგის გარეშე რომ დაიწყეთ, მიხვდი? და ფინალისკენ. ხო, შენ და გიორგამ როგორც იმას ქენით. და ბოლოს უნდა იყოს უკვე ეს. მაგას დაენძრა მაგ გიტარას ბიჭო ამ სიტყვაში. სტუმები ამოვიწვი. აი წარმოიდგინე ტორიკა თქვა რაღაცა ხვალინდელი ხვალ იყოს, აი როგორ დაიწყება. ჯერ არა ხარ შენ ბოლოსკენ. გადაიხარა, მიეყუდა, შუქი ჩააქრო, ჩათბა. ხედავთ მანქანა როგორ მოდის. დრონი ავიდა ზემოთ, უყურებს. ავიდა ცაში დრონი, ღამის ცა. ღამის ციდან ნელ-ნელა ბრუნდება ტყეზე ახლა. ხედავთ აჩნილს როგორ მიდის ტყეში. ეხა უკვე შეიძლება გოგაც რო შევიდეს. ო, ბაზარი არა. ბაზარი არა. დაუკარი ის რასაც უკრავდი.
გადავიდა ვლადის სახეზე, კუბო დაიკეტა, დაიწყო ტიტრები და ტიტრებსაც ეს მუსიკა მიყვება რა. Comfort.